მასწავლებლებო, მშობლებო და ჩვენო საყვარელი მოსწავლეებო. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ერთად გავაცილოთ 2025 სასწავლო წელი და ერთად უთხრათ მშვიდობით სასკოლო ზარს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვახსენებდა ცოდნის ტაძარში სიარვის აუცილებლობას. დროს სწრაფად გარბის, თითქოს ფრთები აქვსო. სულ ახლა მოვედით სკოლაში. პირველად ცოტათი დავნეულებით და ცნობის მოყარე თვალებით. დღეს კი უკვე დასრულები მომშვიდობებით ჩვენ საყვარელ სკოლას. ნება მიმოძეთ საზეიმო დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი უღმესი მადლიერება ძვირფასი მასწავლებლებისათვის და მათთვის ხარისხს გვიჭერდა ამ მნიშვნელოვან გზაზე. სანამ უშუალოდ ღონისძიებაზე გადავართ, ნება მივბაძეთ წამოგვიდგინოთ ჩვენი კლასის მოსწავლეები. ფეხბურთელი მოთამაშეთ, თამაშის წებს როგორც მესი, მაგრამ მათ ჩემს წერტილს უსვამს 9 ჯერ მოტეხილი ფეხით. შოთა ზიადაძე. მოწყენილსაც აგაცეკვებს, მოგთხოვს საქმის გადადებას, კლასში მუდამ ის გვაწელებს ტიკტოკების გადაღებას, ნინო მაისურაძე და გამოიგზა შუათანაც ელკი ჯუჯა მოიხედეთ აგერ მოდის ჩვენი ლუკა ერთი შეხედვით წყნარია, საერთოდან განგარისხებს, მაგრამ თმაზე თუ შეეხებს, შვიდად ყოფნას არ გაღირსებს. მირანდა მაისურაძე. სკოლაში თუ არ არის, ესე იგი მთაშია. დღეში ერთხელ გვენახება ჩვენი ბიჭი ზურია. ზურა ჩოჩანიძე! დინჯია და მხიარული, მისგან სუცელს ვერ დაუშვებს. სამუდამო ჩაგიყვანებს კარიაში თუ დაუშვებს. დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე, როდესაც ერთად ვარქვით მადლობას გამგელი წლებისთვის, მიღებული ცოდნისთვის და ერთმანეთის გვერდში დგომისთვის. ეს არის დრო გავიხსენოთ მხიარული გაკვეთილები, საინტერესო წუთები და ერთად გატარებული 12 წელი. დიახ, დღეს ბოლო ზარი ეკავ ჩვენთვის, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ეს ყოველივე ერთიანად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს არის ჩვენს პერიოდში უმნიშვნელოვანესი მომენტი. ჩვენ კიდევაც გვიხარია და კიდევაც გვწყის ეს ყოველივე, რა თქმა უნდა. თუმცა ალბათ უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენს გვერდით იდგა ამ 12 წლის განმავლობაში. ამ წლების განმავლობაში ეს სკოლა იყო ჩვენი მეორე სახლი, ხოლო თქვენ ძვირფასო მასწავლებლებო იყავით ჩვენი ბრძენი მეგზურები. თქვენ გვიხსნით ცოდნის საიდუმლოებებს,
გვეხმარებოდით სირთულების გადალახაში და ყოველთვის გვერდში გვედექით. გვინდა მადლობა გადავხადოთ ჩვენს მშობლებს, რომელთა სიყვარული და მხარდაჭერა იყო ჩვენი მუდმივი საყრდენი. თქვენი წმენა გვაძლევდა ძალას მიგვიღწია წარმატებისათვის და რა თქმა უნდა მადლობა ჩვენს საყვარელ საკლასო საზოგადოებას, ჩვენს თანაკლასელებს. ერთად გავიზიარეთ უამრავი დაუვიწყარი მომენტი, პირველი წარმატებები და იმედგაცრუებები. თქვენთან ერთად გატარებული წლები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენ სკოლას, მაგრამ ჩვენს გულებში სამოდარჩება თბილი მოგონებები ამ წლებზე. წინ დიდი მომავალი გველის, ახალი სავსე გამოწვევებით და შესაძლებლობებით. ნება მივუძეთ გამოვხატოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მადლიერება ამ ბრწყინვალე დღეს ძვირფასი მასწავლებლებისადმი და ვინც მხარს გვიჭერდა ამ მნიშვნელოვან დღეს. არ დაგლოცო ისე როგორ გაგიშვა შენ ბუნების განუყრელო მხლებელო ვინ გამიგებს სიყვარულს თუ კაეშანს შენზე უკვე ჩემო მასწავლებელო გზაში როცა შემოხვდები მხრებ გაშლეს გთხოვ დამტვსო გევედრები ძალიან მაგ შევერცხლებ მათა კორიანტელში ერთი თეთრი იქნებ ჩემი ბრალია შენ სათვალეს ახმარობდი აქამდე ფიქრობდი და შორს ხედავდი ძალიან თვალებში რომ ცოტა შუქი დაგაყრდა მაგ ცოდვაშიც იქნებ ჩემი ბრალი არ დაგლოცო ისე როგორ გაგიშვა შენ ბუნების განუყრელო მხლებელო ვინ გამიგებს სიყვარულს თუ კაეშანს შენზე უკვე ჩემო მასწავლებელო
ეხლა კი წარმოგიდგენ სიტუაციას მასწავლებლები კლუბში. სიტუაცია შმაგ მასწავლებელი კლუბში. რა არის ეს კაცო რა უბედურება რამე ქართული ჩამიგდი ქართული კიდე ესე აი ახლავე ქართული სიტუაცია ელისო მასწავლებელი და თავრიკო მასწავლებელი კლუბში. როგორ მიდის საქმეები? კარგად, როგორ მიდის კეთხოველებში რა ხდება? დავით ახლა თუნდე გოგო ორი ფოტო, ერთში 30 წელს, მეორეში 20 ქულა. როგორ ფიქრობ ნახევარფინალში გადავართ? ნახევარფინალი ჩვენია და ფინალი ახლა წავედ ბოშის პრეზენტაცია უნდა გავაკეთებინო. სიტუაცია ნაირა მასწავლებელი კლუბში. Oppan Gangnam Style. სიტუაცია დაბრიკო მასწავლებელი კლუბში. ახლავე სიტუაცია
რამე მადრიდული გამიშვია. მადრიდული გამიშვია. მადრიდული ეხლა კი წარმოგიდგენთ ცეკვა აჭაროს. ეხლა კი წარმოგიდგენთ სიტუაცია ოჯახს. ოდი გოგო, აი სული რატომ ახლა? გამიზახე იაშა. ბატონო აროლო, მეტასომო ძალიან გვიყვარს ხაეთი. ყველაფერში ერთნაირები ვარ. აი მაგალითად გემოვნებას მომეღაში. ამასაც ლედი გაგამოსწორ და მეც ვერაფერს. წამოვა და მიდე დასწრე. გაგავეთიო კაცი მიყვარ. არ გადა გაიცა. გემოვნებია, მასად გოდიაც მოგიყვარ, უხსე გადაგი. მაგაც გოგოსა დიდ პოეტებს სიყვარული აწერიებდათ ლექსებს. მე დავწერე 1-2. თუ გინდა მოგიყვეთ. მოგე ვიდი. გუშინ ბაღში დაგინახეთ ჩემ გამოტული. ბარი ამხარავდა. მე შენთან მოვედი და გითხარი გეტა დაუკოლა. მეორე. დიდმა ბოტანიკოსმა და
მეცენატმა რო დაწერა ქართულმა ეცოდინება შენ მაგ სიყვარულსა მალმა უნდა ვითა ცხეს სააჭიყვინებსო და რა იყო რა ხალაბარე რა ამჩე ზვატა შენით ნასაცი რა დასაცი ამის ხოი რა შენი დასაცი აღარი ო ბარტერასო შეცნობასწი ესე იგი არა და ჩამოვა ზო არა და რაგი პუსტავა სახში გამანებე მე პროვა ისე მე ხანა არა ველი გადაგიშედა პატრონი არც მე ამბობდი თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ ამით არ გამაყოლეთ თუ ჩემი ძმა ხარ ერთიც მიუღერი დადაუჯოქი წას მოხლებით მას გამარჯვება ტკბილოს სიცოცხლე დავჩები ერთად ჩვენ განუყრები ვინ საფერი მოხრანის ღვინოს ვინ საფერი არამესველებს სადამდე უნდა რომზე დედინოს გავარვარებულ ოქროს მთაველებს სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არის წავა გაქრება როგორც სიზმარი მე კი რა მოყვა ამ გოლიათებს რომ გუნდრის კაცსაც დევად ახანთებს ნეტა სადა აქვს სამწვარებს ბოლო ვინდა გუერთად ამდენი ვაზი შობს აღარ გქონდეს სულად სამშობლო ანდა არ იყოს ასე ლამაზი სხვა საქართველო მაინც სად არის რომელი კუთხე რომელი ქვეყნისა ვის წუთქავს ასე ცეცხლის ღადარი ქვეყნად სამოთხე სხვასვის ეღირსა დაუბადებული ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგასუხელი მას გამარჯვება ტკბილოს სიცოცხლე დავჩებით ერთად ჩვენთან
სიტუაცია შმაგი მასწავლებლის გაკვეთილზე. Suradzia, tem que pensar. Აკონდა თემა. ჩვენი თემა იყო თბილისის დაარსება. გააგზელე მოყევი. ნადირობისას ვახტანგ გორგასლის ხოხობი დაეტაκα მიმინოს. ხოხობი დაეტაκα მიმინოს. დიახ, მე. არის გაგეთი. დაჯე? კი. დაჯე. ზადაზე, ეს ხასა. ვით მოკლა ვახტანგ გორგასალმა მიმინო. ნაკარპი. ეგ გასროლი და კაკამოხლა შენ თავში. არის ეგ მაგრამ. დეიწყებ კითხვას და კაპიტნის ბოლოს ჩავაბარე. ალო, ხო ვასილი? ვინ არის თამადა? თოლი თუ გიტარა? აწუჩვა ვეროა. სიტუაცია ფიზიკის გაკვეთილზე. ეგ შენზე ყურე? გამარჯობა თვალშებო. ამჯობად მა
მას. მარტო თქვენ ხართ კლასში, სად არის ამ ბიჭო? სტადიონზე მას. იან ეს ხო იცი რაც არის. რა თქმა უნდა, მას რა თქმა უნდა. ჩუმაჩადი დაიხაში, ქალოთინები რა უკარათო. ჩუმაჩადი გოლა. პაროლი ხო იცი? კი მას 1970. აი გოგო ხარ შენ? კაცი ახლა ჩუმაჩადი დაიხაში. დინო წამო. კაცი კაცი თქვენ ახლა ორი მას ჩუმაჩადი. სიტუაცია ეკა მასწავლებლების კაბინეტზე. რა ლამაზად გამოიყურებით მას? რომის დაცემა მას. უი მე კიდე მოქალაქეობის წიგნი წამომიგია ბუდიში გავშევ ახლა სიტუაცია დირექტორის გაკვეთილზე. ვაიმე, ამ 10 კლასმა განიშეს ეს დიდი სტატიის კრიტიკა. რა გქონდა მოგხსენა? Сегодняшний наш урок Александр Сергеевич Пушкин «Солнце русского поэзии». ალო, ხოია. ვაიმე, მოვიდა ჯაბა, ვაიმე ჩამოვა, კარგი. კი მას ხომიცო და წიარა მიგება. ესე იგი პუშკინი. ალო, ვაიმე გადადმეთე. დიახ. ვაიმე დამავის, და ეხლა ვეჩავა და განმოვაგზავნე ფაილებს. ვაიმე მოვა. კი მას წიარა მიგება ხომიცო და რა თქმა უნდა. ხო და ბავშვებო, გარეთ სუდიამიდია ვერ ითამაშებ. ხო და გელოდები ჩვენთან მეუთხეს. იცოდე, გარდამიგვიანო. აგით მას მოვა. სიტუაცია უჩამასწავლებლების გაკვეთილზე. ეხლა კი მე-12 კლასი წარმოგიდგენთ вас.
ჩვენი დღეს ღონისძიება დასასრულს მიუახლოვდა. ეხლა კი წარმოგიდგენთ სიტყვებს. ჩვენ გვინდა დიდი სამადლობელი სიტყვები გადმოგცემთ. პატივცემულო დირექტორი, ძვირფასო მასწავლებლებო და დამრიგებლებო. ამ განსაკუთრებულ დღეს სიტყვებს ნელად პოულობთ, რომ სრულად გადმოგცემთ ჩვენი მადლიერება. მადლობა არ არის უბრალოდ სიტყვა. ესაა ის გზნობა, რაც გულში დავრჩა თითეული გაკვეთილის, რჩევის და ზრუნვის გამო. თქვენ არ ყოფილხართ მხოლოდ მასწავლებლები. თქვენ იყავით ჩვენი მეგზური, ჩვენი დამცველი, ჩვენი მოტივატორი და ის ადამიანები, ვინც გვასწავლონ, რომ შეცდომა არ არის საშინელება. თავარია შრომა, ბრძოლა და განვითარება. თქვენთან ერთად გავიზარდეთ არა მხოლოდ ასაკი, არამედ ადამიანურადაც. ჩვენ ვისწავლეთ ერთმანეთის მხარდაჭერა, თანაგრძნობა, საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება. თქვენ გვასწავლეთ, რომ კლასში სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უნდა მეფობდეს. მადლობა მოთმინებისთვის, ხიმილისთვის და ყველა იმ წუთისთვის, რომელიც ერთად გამგვიანებთ. როცა გეგონათ, რომ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდით, ჩვენ ყველაფერს ვხედავდით, ვიცოდით და დღესაც ვაფასებთ. დღეს გემშვიდობებით. გვიმძიმს ამ წუთებთან და წლებთან გაშორება. წინ იმ იმედით, რომ თქვენ სამუდამოდ ტყბილ და ღირსეულ მოგონებად დარჩებით ჩვენს გულებში. რადგან ყოველი წარმატება, რაც გველის წინ, თქვენი დიდი სამსახურება იქნება. მადლობას გიხდით მთელ სასკოლო საზოგადოებას. დიდი გულითა და მადლობებით 2025 წლის 12 კლასის მოსწავლეებით. ძვირფასო და საყვარელო ცირა მასწავლებელო. დგებართ დღეს აქ, ცოტა აღებულები და თან გახელებულები. გაოცებულები ფიქრობ, ნუ თუ ასე გავიზარდეთ, ასე მალე გავიზარდეთ. ცოტა ხნის წინ ხელჩაკიდებულები შემოგვიყვანეს საკლასო ორდანში მშობლება. დაავნეოდა შეშინებული თვალები. კარმას ხელში დაჭერაც არ ვიცოდით, წერა კი გვეჩვენებოდა ჯადოსნობა. თქვენ იყავით ჩვენი წინამძღვარი, ჩვენი გზამკვლევი უდიდოსნო სამყაროში, რომელსაც ზონა ჰქვია. მადლობა, რომ გვასწავლეთ წერა-კითხვა, მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, გულწრფელობა და ურთიერთპატივისცემა. მადლობა, რომ ჩვენი ცერქობულ მოითმინეთ და სიყვარულით გადაიტანეთ და ხშირად ღიმილით შეხვდით ამას. მადლობა, რომ ჩვენი პირველი გამარჯვებას ჩვენთან ერთად გავიზიარეთ. დღეს კი ვამბობთ, რომ მზად ვართ ახალი გზისთვის, ახალი გამოწვევებისათვის, ბედნიერებისათვის, წარმატებებისათვის, მაგრამ გულში მუდამ დავრჩეთ როგორც ადამიანი, ვინც პირველად გვასწავლა წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯი. გვიყვართ და რაც არ უნდა დიდები გავხდეთ, ჩვენთვის ყოველთვის ის მასწავლებელი დარჩებით, ვინც პირველად დავიძახა. ოჩახ, შეგიძლია. გულისა და დიდი სიყვარულით თქვენი პატარა მასწავლებელი.